მიხეილ სააკაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის განხილვისას სასამართლოს სხდომაზე ექს-პრეზიდენტი დისტანციურად კლინიკა ვივამედიდან ჩაერთო. მან ოპოზიციას რჩევა დარიგებები მისცა და სრული მობილიზაციისგან მოუწოდა. როგორც შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში სააკაშვილის განცხადებები, მარიამ ქართველიშვილი გვეტყვის, ის გვიერთდება პირდაპირ ეთერში. გისმენთ მარიამ. სააკაშვილის მოთხოვნების სიაში უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნა დაემატა. ვივამედის პაციენტი ემიგრანტებთან მუშაობის გეგმით კმაყოფილი ჩანს. შესრულებული სამუშაო მოუწონა გიორგი ვაშაძეს და თქვა, რომ თავად გააგზავნა წარმომადგენლები და პირადად მამუკა ხაზარაძე მუშაობს ამ თემაზე. რაც შეეხება სუპერპაკს სააკაშვილისგან, მსჯავრდებულმა ოპოზიციას მორიგი დავალებები მისცა, სრული მობილიზაცია და გაერთიანება არის მთავარი მოთხოვნა. სააკაშვილი ითხოვს სუპერგაერთიანებას, სადაც იდეების გენერატორად საკუთარ თავსაც მოიაზრებს. სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ სუპერპაკში ნიკა გვარამიას ვიხილოთ. სააკაშვილი ვერ ხედავს, რომ არჩევნებში შეუძლია ამ მოცემულობით პარტიას საკმარისად იაქტიუროს ან წარმატება. მაშველ რგოლს უგზავნის იდეად სააკაშვილი. მოდის საარჩევნო წელი აუცილებლად მნიშვნელოვანი არის გარკვეული ახალი ადამიანები იქნება, ჯგუფები იქნება, თუ ასე შემდეგ და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ძალიან დიდ როლს ითამაშებს იმაში, რომ ჩვენ გარდაუვალ გამარჯვებამდე მივწვდეთ. სახელებზე და გვარებზე მე ვერ ვისაუბრებ, მე არაერთხელ მithქვამს და ახლაც ვიტყვი, ნიკა გვარამი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის და რასაკვირველია, ძალიან მოხარული ვიქნები თუ ის ჩვენ გვერდით იქნება. მიხეილ სააკაშვილმა მე არც ის დანარჩენი გვარები არ ვიცოდი, მე მასთან უშუალოდ იმ ადამიანებთან დაკავშირებით მაქვს კომუნიკაცია, იმ ადამიანებთან, რომლებიც კიდევ ერთხელ ხაზგაუსვამ, აუცილებლად უნდა გახდნენ ჩვენი ნაწილი და ძალიან მოდით მოვლენებს წინ გავუსწრებთ. რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით კეთდება ყველაფერი. სააკაშვილის მიერ უცხოეთში გაგზავნილ წარმომადგენლებს შორის მამუკა ხაზარაძის ხსენება ლელოსთვის უსიამოვნო აღმოჩნდა. პარტიაში თქვეს, რომ დავალებებს არ ასრულებენ და საკუთარ კამპანიას აწარმოებენ. სააკაშვილის განცხადებების შემდეგ პარტიაში მკაფიოდ თქვეს, რომ არც სააკაშვილის სუპერპაკი და არც სუპერგაერთიანება არ იქნება. სააკაშვილს და მის სუპერპაკს ოპოზიციამ კიდევ ბევრი არა გამოუჩნდა. რა სუპერპაკი ის სუპერპაკი? ხა ცოტა ჯობია დედამიწაზე დაეშვან და მე საერთოდ ერთ რამეს მოვუწოდებ მათ რა. საერთოდ ნაცმოძრაობა ერთი რო წარსულის პარტია არის და წარსულის პოლიტიკური ძალა. ეს ერთი და ეს დროულად უნდა გააცნობიერონ და მეორე ის რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ყველაზე ის რომ ის მოიხმარებიან ოცნებას ძალაუფლების შენარჩუნებაში. ჯერ უნდა გავიგოთ რა არის სუპერპაკი თვითონ და მას თუ ის მიზნები აქვს, როგორც ახლა მე ვთქვი რომ გავარკვიოთ როგორი საქართველოს გვინდა ქართული ოცნების მმართველობის დასრულების შემდეგ ჩვენზე უკეთესი თავმჯდომარე ვინ ეყოლება ამ ორგანიზაციას. თუ ეს ასე არ მოხდა, სხვა შემთხვევაში და აქ მანდატების დანაწილებას და სიაში ვინ რა ნომერი იქნება და სად ვინ რა ბლოკში შედის ამაზე წავიდა საუბარი, ფანჩატური ორი მართლა მონაგონი იქნება, ქოცების ხის არ იყოს. ლელო არ აპირებს რაიმე ტიპის ოპოზიციურ ერთობაში ყოფნას. ეს არც უახლოეს წარსულში არ ყოფილა განხილული და არც უახლოეს მომავალში არ იგეგმება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. არანაირი ოპოზიციური ერთობა, ხელოვნური ერთობა, მით უმეტეს არ სჭირდება საქართველოს მოსახლეობას. მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ოპოზიცია სააკაშვილის დაკვეთას ზედმიწევნით შეასრულებს. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ სააკაშვილისა და ხაზარაძის ერთობა დღეს სააკაშვილმა ამხილა. სააკაშვილმა არამც თუ პირველად დროში აღმართა ევროკავშირის, არამედ ევროკავშირიც მაშინ მისი შექმნილია. მოგვი მისი გაგებით, რა თქმა უნდა და მის ილუზორულ წარმოქმნას. უბრალოდ რეალობის განცდა აქ დაკარგული და შეგრძნება იმისა, რეალურად რა არის დამოკიდებულებები საზოგადოების, როგორია რეალურად მოთხოვნილებები და საჭიროებები ჩვენი ქვეყნისა. გასაგებია, რომ მისთვის პირველი ხარისხის და მნიშვნელობის საკითხი არის ციხიდან გამოსვლა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და მეორეს მხრივ ხელისუფლებისთვის რაღაცა ბრძოლა ამავე მიზნებით სხვათა შორის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება მისი დღის წესრიგით, მთელი საქართველოს მისი დღის წესრიგით ცხოვრობს. ნაციონალური მოძრაობისა, რომელშიც განხეთქილება კი არ არის.
დახეთქილება არის რაც ხდება იქ იმ პარტიაში, ხო? ეხლა ამ ფონზე ამ პარტიის ლიდერის მხრიდან ოპოზიციის სუპერგაერთიანებაზე და რაღაცა კონსტრუქციულობაზე საუბარი მე მგონი ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის ერთ კატეგორიაში დაყენება ეს ალბათ წამოწდენა უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე საგულდაგულოდ მალავდნენ ამ გარემოებას, რომ ეს თანამშრომლობა ლელოს და ნაციონალურ მოძრაობას სამწუხაროდ აქვთ. ის რაც შემჩნეული იყო, ახლა ეს წამოწდენებით იქნება თუ როგორღაც იქნება საზოგადოებისთვის თვითონ უფრო და უფრო მეტად გასაგები ხდება რეალურად, რომ ეს პოლიტიკური პარტიები მაინდა-მაინც პრინციპულობით საკუთარ დამოკიდებულებებში არ გამოირჩევიან. იძახიან ერთს, ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს. მიხარია, რომ ჯანზეა უკვე ფიქრობს სუპერ პაკზე და მიმართავს ამ ხელმოწარულებს რომ გაერთიანდნენ და ეს მიუთითებს იმაზე რომ ჯიგარი ჯანზეა და რა ვიცი მადლობა ვიმამეთს ეთყობა გამოაჯამრთელეს უკვე რომ პოლიტიკაზე ფიქრობს კი არ კვდება როგორც ასაღებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არამედ უკვე სტრატეგიას და სუპერ პაკს უმუშავებს ამ ხელმოწარულებს კიდევ ერთხელ მე მივესალმები მოუწოდებ რომ ყურად იყონ მათი ბელადის დაკვეთა გაერთიანდნენ ეს ლუზერები და ხელმოწარულები ერთად და ქართულ ამორჩეულს უფრო გაუმარტივდება არჩევანის გაკეთება ხელმოწარულებსა და აგერ ქართულ ოცნებას შორის სიბნელესა და განვითარებას შორის ქაოსსა და მშვიდობას შორის ლუზერებსა და გამარჯვების პლატფორმას შორის სუპერ პაკში ბიჭებო გავერთიანდეთ შემოდით ჭიჭე ხაბე სუპერ პაკში შედი იქ თქვენი ადგილი და ეს დანარჩენები კიდე ჩახტილებს რო ვეძახით ისინიც უნდა იყვნენ ხოშტარა და ეს დანარჩენი გიჟი ჯაფარა ყველა უნდა გაერთიანდით სუპერ პაკში ბელადის დაკვეთა და მე ვიმედოვნებ რომ ამ სურვილს შეუსრულებთ იმ ადამიანს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გამოსვლა 7 ნოემბრის საქმის სასამართლო პროცესზე შედგა. სააკაშვილმა როგორც თავად თქვა, საზეიმოდ გამოიწყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. სააკაშვილი ამტკიცებს იმასაც, რომ საქართველოში პირველად ევროკავშირის დროშა მან აღმართა. ყოფილ პრეზიდენტს დემენცია არა, თუმცა პოლიტიკური ამნეზია სახეზე აქვს. ეს იყო მარიამ ქართველიშვილი, მადლობა მარიამ.